მოგესალმებით რიბაკებო. მოგეხსენებათ ახლა ფიდერით წავა გუგუნი, დაიწყო უკვე შამაიამ და აი როგორ თევზავ ხოლმე გაჩვენებთ. დავუშვათ, ავიღოთ ეს ჯოხი, ქვივერი არის ეს აღებული, რომ მარტივად ასახმელი იყოს, მსხვილი ძუა ავიღე და inline მონტაჟის დროს ვიყენებ ხოლმე აი ასეთ ანტი-ამხლარს ვეძახით აი ამას. ეს არის ტრუბა, შიგნით არის დირკა და დავიწყოთ ახლა აწყობა. ჩავუყაროთ ზედა მხარეს, რომელიც მოკლეა. ასე შევუყაროთ. გამოვიდა მეორე მხარეს. ავიღებთ მე სტოპერს. ჩამოვაცოთ. და გადავიტანოთ ძუაზე. ესეც ამოყო თავი ძუაზე სტოპერი. ვიღებთ ასეთ რვიანას, 800-ს რო ეძახით რვიანა და მივაყავთ. რა თქმა უნდა, კვანძის დროს ვასველებთ აუცილებლად, რომ არ გავაფუჭოთ ძუა ან წნული, რითაც დევზავოთ ხოლმე. ახლა რობითად ერთ კვანძს გავუკეთებ. ზედმეტს მოვაჭრით. ამ სტოპერს თავისთავად ჩამოვწევთ ბოლოში. და ეს არის მოძრავი რა, ეს დაცურავს შიგნით. ახლა ვიღებთ სადავე ძუას, ესეც მსხვილი ძუაა ვიღე. სხვადასხვა წყალსაცავებზე სჭირდება სხვადასხვა სიგრძე. მაგალითად, თბილისის ზღვაზე ხან 2 მეტრა, 2 მეტრნახევრიანი ვიყენია ხოლმე. სიონზე 80 სანტიმეტრი, მეტრიანი, მეტრ-20-იანი, სხვადასხვა რა. ეგ ეტაპობრივად დავმუღამებთ წყალსაცავზე რა. ესეც მივაბად. ამასაც თავისთავად მე დავასველებთ, რომ არ გაფუჭდეს ძუა. ასე შევკრეთ და ამ ზედმეტს უკვე მოვაჭრით. ასე. გავიღოთ ნემსკავი და ესეც გავუკეთოთ მონტაჟს. ეს გახლავთ ეგრეთ წოდებული inline მონტაჟი. აი, ეს. ეხლა ვიღებთ საკვებურას, ეხლა მაგალითად ეს არის 15 გრამიანი ვარდნაზე არის იდეალური ვარიანტი, მაგრამ თუ არის იმის საშუალება, რომ ფარი არ არის, ვიღებთ აი ასეთ საკვებურას, ეს წყალში ასე ჩადის, მაგრამ დისტანციაზე ეს ჯობნის, ეს კარგად ჭრის რა ქარს. სიღრმეში სწრაფად ჩადის შედარებით. ამას რაც შეეხება, მას ფრთები აქვს და ასეთ ვარიანტში ლივრივებს და ასე ჩადის. შეგიძლიათ უკვე ამ კარაბინზე ეს გახსნათ და გავუკეთოთ, დავუშვათ ეს. აი ესეთი ვარიანტი ხდება. როდესაც უკვე თევზი მიდის და გაითრევს ნემსკავს, აი ასეთი სიტუაცია ხდება. აი ეს წყალში დავუშვათ გაჩერებულია, აი საითრია და წვერზე უკვე ურტყავს. აი ესეთ ვარიანტს აკეთებს. მაგას უკვე ხელში წაიღებთ დარტყმას და იხსნათ. აი ესეთი ვარიანტი. აქ სტოპერს იმიტომ ვყენებ ხოლმე, რომ გადაგდების დროს და ძალა რო ეტანება, არ გააფუჭოს ძუა ან წნული და რბილი დარტყმა მოახდინოს. ამის ნაცვლად კიდევ ვაყენებთ ხოლმე ფიდერ გარს რა. აი ასეთ ვარიანტს აიღებთ, მსხვილ ძუას და დაატრიალებთ აღმა უკუღმა. აი ასე ვარიანტს გავაკეთებთ. ასეთ ვარიანტს და მას ასე შევკრავთ. ასეთი ვარიანტით შეგიძლიათ ანტი-ამხლართ გამოიყენოთ და ამ რვიანის ნაცვლად ვაყენებთ აი ამას. აქ იქნება უკვე სადავე მიბმული. აი ჩათვალეთ ეს რვიანა რაც არის, ამის ნაცვლად იქნება ეს ფიდერ გარმი, ესე ეგრეთ წოდებული
და ნაკლები ახლართვა გექნებათ, მაგრამ რა ვიცი რატომღაც მე უფრო ამით ვთევზაობ ხოლმე. კომფორტულია, საწვალებელი არ არის და ახლართვებიც არ აქვს. თან აი ესეთ ცერად აყენებს რა ამას. აი ეს გახლავთ ვარდნაზე თევზაობა. დაუშვათ ეს საკვებურა აღარ გჭირდება, ჩახსნი სწრაფად დააყენებ ამას. და მარტივად შეგიძლია ცვალო სხვადასხვა გრამაჟობის ეს მაგალითად 30 გრამიანია, ეს არის 15 გრამიანი და სწრაფ ჩამხსნელია, ეს ჩახსნი და მოაცრობ. ეს გახლავთ inline მონტაჟი. გამოიწერეთ ფიშოპის არხი და კაი რიბალკას გისურვებ ყველას.